5 დღე არჩევნებამდე და პასუხგაუცემელი კითხვები. რა იგულისხმება მშვიდობიან დამხობაში? როგორ აპირებენ იდეის ავტორები რევოლუციური გეგმის პრაქტიკაში განხორციელებას და ვინ დააკომპლექტებს ტექნიკურ მთავრობას? ყველაზე ხშირად 4 ოქტომბრის გეგმებზე მსოფლიო ბანი საუბრობს, თუმცა კონკრეტულ შეკითხვებს პაატა ბურჭულაძე ისევ არ პასუხობს. შესაბამისად, ბურჭულაძის მისამართით კრიტიკა ოპოზიციურ ველზეც სულ უფრო ხშირად ისმის. ნაწილი მსოფლიო ბანს ბუჭი მოლოდინების შექმნაში ადანაშაულებს, მეორე ნაწილი კი წარუმატებლობის შემთხვევაში სულ პასუხისმგებლობას სწორედ საოპერო მომღერალს აკისრებს. რიტორიკას არ ცვლის ნაციონალური მოძრაობას და 4 ოქტომბერს სიურპრიზებს აანონსებს. ხომ არ იკვეთება ოპონენტების გეგმაში ქართული ოცნებიდან წასულების კვალი? ეს კიდევ ერთი კითხვაა, რასაც პასუხი 4 ოქტომბერს გაეცემა. ნებისმიერ შემთხვევაში მართველი გუნდი ოპოზიციის წარუმატებლობაში დარწმუნებულია. რა ჰქონდა სასაუბრო ბაჩუახალაიასთან ოქტომბრის რევოლუციური გეგმის მთავარ მედროშეს, თანაც დაანონსებულ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე ერთია. თუმცა პაატა ბურჭულაძე ერთის მხრივ სერგო თეთრაძისა თუ პატიმრების წამებისთვის მსჯავრდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან მეგობრობითაც ამაყობს და ასეთივე სიამაყით აქებს სხვა მეგობრებს, კრიმინალური სამყაროს გამორჩეულ ავტორიტეტებს, რომლებიც თუ მომღერალს დავუჯერებთ, ტაშს მის რევოლუციურ გეგმასაც უკრავენ. მე ტარიელთან მეგობრობა არ მიორყავია არასდროს. იმიტომ რომ ჩვენ მეგობრობთ უკვე რავი მრავალი წელი. მე ერთი რამე ვიცი რომ ტარიელს არ უყვარს ქვეყნის მოღალატეები, ისე რომ ჩემი დიდი ვარაუდით ის ჩვენ მხარესაა. და მაინც როგორი კავშირებიც არ უნდა ჰქონდეს ბურჭულაძეს კრიმინალურ ავტორიტეტებთან, მშვიდობიანი დამხობის გეგმის ავტორთან მთავარი შეკითხვა მაინც ერთია. როგორ აპირებს ძალაუფლების გადაბარებას თუ ხელში აღებას მომღერალი? მთავარი ადრესატი, როგორც მოამბეს პრესის სამსახურში უთხრეს, კითხვებს პასუხს ვერ გასცემდა განსაკუთრებით გადატვირთული გრაფიკის გამო. ამ დრომდე არსებობს მხოლოდ გადაცემების ჩანაწერები, სადაც ბურჭულაძე ძალაუფლების ხელში აღების საკუთარ გეგმას ხსნის და ეს ვერსია უფრო მეტ შეკითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს. მე მიჭირავს ფურცელი და ამ ფურცელს ვუშვებ ხელს რომ აიღოთ თქვენ. აი ეს მაინტერესებს როგორ უნდა გაფორმდეს. რომელიც გიჭირავს, დაიჭირეთ. მე სულ არ მჭირდება. აი ჩემ ფურცელი. აი ეს არის ჩვენი გეგმა. ხო, მაგრამ როგორ უნდა გამწიოთ? აი როგორ უნდა ავდგე მე აქედან და როგორ უნდა გამწიოთ რომ ეს სავარძელი როცა მე გადავწყვიტე. აღმოჩნდეს цаრი. როცა მაგ სავარძელი სწორ მაინტერესებს, აი სავარძელი. არა, ეს სავარძელი რაღაცის სიმბოლოა, ხო? მაგ სავარძლიანად გაგისწორეთ. ძალაუფლების ხელში ჩაგდების ამ ბუნდოვან სქემაზე სოციალურ ქსელებში ბევრი ეხუმრეს. თუმცა ხუმრობაში თავად პოლიტიკურ ველზე გაჩნდა სერიოზული ეჭვები არასერიოზულად დაანონსებული მშვიდობიანი დამხობის სქემის იდეაზე და 5 ოქტომბრის დილის ეფექტზე. საერთოდ არ მესმის ტერმინი, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა, ან საერთოდ ვინ იღებს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას. თქვენ ხართ ჟურნალისტი, თქვენი საქმე რომ გაარკვიოთ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას. მე შემიძლია ლელოს სახელით, ლელო ძლიერი საქართველოს სახელით გითხრათ, რომ ძლიერი საქართველოს ლელო არ იღებს პასუხისმგებლობას 4 ოქტომბრის აქციაზე არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ არაფერზე არავითარი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ვის აქვს ინფორმაცია სამოქმედო გეგმაზე და ვინ არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც 4 ოქტომბერს რუსთაველზე მოხდება ან არ მოხდება? ოპოზიციური პოლუსის აზრი დაანონსებულ რევოლუციასთან დაკავშირებით დიდი ხანია გაყოფილია. ვინც არჩევნებში მონაწილეობს, ის რუსთაველზე არ მიდის. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც რუსთაველზე მიდიან, თუმცა არა მომღერლის რევოლუციისთვის. ფედერალისტები ყოველდღე ქუჩაში ვდგავართ და მიმაჩნია, რომ რუსთაველი 4 ოქტომბერსაც უნდა გადაიკეტოს. რაც შეეხება აი იმ რაღაცა დედლაინებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა უწესებს საკუთარ თავს, ეს მათი პასუხისმგებლობა, მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც პოლიტსაბჭოს სხდომა მოიწვია და ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება რევოლუციის მხარდაჭერის შესახებ. თავიდრე ამ პარტიის წევრი და ბურჭულაძის თავდაპირველი მეწყვილე ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაშია, პარტიის ყველა დანარჩენი წევრი მხოლოდ 4 ოქტომბერზე საუბრობს. როგორც ირკვევა, ნაციონალური მოძრაობა ჩართულია აქციის მონაწილეთა მობილიზებაშიც. ამაში ვარ ჩართული, რომ ბევრი ადამიანი გამოცხადეს 4 ოქტომბერს. მაგრამ ადგილზე გამოცხადებულ ადამიანებთან, ვინ რაზე იღებს პასუხისმგებლობას, თემაზე საუბარს ყველა თავისებურად არიდებს თავს. როცა ისმის შეკითხვები, ვინ იქნება პასუხისმგებელი რუსთაველზე მისულ ადამიანებთან, თუ მაგალითად გარეთ სიტუაცია დაიძაბება, ან საღამოს 8 საათზე რევოლუცია არ გაფორმდება, ორგანიზებაში ჩართულები საკუთარ პასუხისმგებლობაზე, ან ნაკლებად საუბრობენ და საქმე ერთ ინდივიდამდე მიდის. ეს არის საერთო სახალხო მოძრაობა, რომელსაც ყავს ლიდერი პაატა ბურჭულაძის სახით. ან ფსონი კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე იდება და ბოლოს ისმის, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ყველა. ანუ არა ის, ვინც დააორგანიზა, დაპატიჟა და დააიმედა მხარდამჭერები, არამედ ყველა. თითოეული ადამიანი, ვინც იქ მივა. ცხადია, პასუხისმგებლობას თანაბრად იზიარებს ყველა ის მოქალაქე, რომელიც
გამოდის ქუჩაში. სხვათა შორის ორგანიზატორი მამაკაცებისგან განსხვავებით პასუხისმგებლობას ქალი პოლიტიკოსი არ გაქცევია, რომელმაც თქვა, რომ თუ 4 ოქტომბერს არ გამოვა, მერე ეცდება 5-ში. მე ყველა პროცესში ავიღებ პასუხისმგებლობას და ყველა პროცესში მივიღებ მონაწილეობას, რომელიც უკავშირდება რეჟიმის ცვლილებას. რა 5-ში ბრძოლას ვაგრძელებ, თუ 4-ში არ გამოვიდა. მაგრამ ვიდრე 5 გათენდება 4-ში საღამოს, როგორც ამას დიდი ხანია პაატა ბურჭულაძე იუწყება, რუსთაველზე ახალი ტექნიკური მთავრობა უნდა იდგეს. სხვათა შორის ეს იდეა პირველად 2 წლის წინ NGO სექტორში დაიბადა, როცა ქუჩის პროცესებს არასამთავრობო ორგანიზაციები ედგნენ სათავეში. მერე სალომე ზურაბიშვილმა აიტაცა და გასული წლის შემოდგომაზე დიდხანს არჩევდა მთავრობის შემადგენლობას, რომელიც მაშინაც საიდუმლოდ დარჩა. ბურჭულაძის რევოლუციური მთავრობის სავარაუდო შემადგენლობაც გასაიდუმლოებულია და არავინ იმათგან ვინც რამე იცის, არაფერს ამბობს. ვინ არის ამ ტექნიკურ მთავრობაში მოაზრებული და 4 ოქტომბერს რა მოხდება? 4 ოქტომბერს ნახავთ? როგორც გეგმა ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაც საიდუმლოდ ინახება. და მაშინ გამოდის, რომ მოქალაქეს, რომელიც რუსთაველზე მივა, არც ისეცოდინება რას აკეთებს და არც ის ვისთვის აკეთებს. იმისთვის, ვინც მოსწონს თუ იმისთვის, ვინც საერთოდ არა. არაფერი განსაკუთრებული 4 ოქტომბერს არ მოხდება. მესმის, რომ მათ აქვს სურვილი, რომ თავიანთი ამორჩეველი მაქსიმალურად დაამობილიზონ, შეუნარჩუნონ ემოციები და რომ 4 ოქტომბერი ერთგვარად კულმინაციურ დღედ აქციონ. მაგრამ თუ კი რაიმეს კულმინაცია იქნება 4 ოქტომბერი, ეს არის საარჩევნო პროცესის კულმინაცია, როდესაც მოსახლეობა თავისას გამოხატავს და გაგრძელდება ჩვეულებრივი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება. შევახსენებ ნიძლავს. იმიტომ რომ როგორც თქვა, 4-ში 8 საათზე ის იბარებს ხელისუფლებას, თუ ვერ იბარებს, მაშინ ასრულებს სიმღერას თავო ჩემო ბედი არ გიწერია. ეს არის ნიძლავი და ახლა ჩვენ ნახავთ 8 საათზე ის იმღერებს თუ ხელისუფლებას გადაიბარებს. ვის რა ბედი უწერია 4 ოქტომბრის საღამოს გაირკვევა. როცა ვიღაც საარჩევნო უბნებზე მივა, ვიღაც ოქტომბრის, იგივე დროშების, იგივე ლამაზად დაანონსებულ რევოლუციაზე თუ მშვიდობიანი დამხობის ღონისძიებაზე. აი თავად პაატა ბურჭულაძე კი ბოლო პოსტში ირწმუნება, რომ პოლიტიკის ინტერესი 4 ოქტომბრის შემდეგ არც მის მეგობრებს, მათ შორის კრიმინალურ ავტორიტეტებსა თუ ნაციონალური მოძრაობის ყოფილ მაღალჩინოსნებს აქვთ და არც მას თავად. რევოლუციური გეგმის მედროშე პირობასდებს, რომ რაწამსაც ძალაუფლებას გადაიბარებს, მაშინათვე მონატრებულ ხელოვნებას დაუბრუნდება. ანუ ალბათ საკონცერტო სცენას, რომელზეც პოლიტიკურმა ბანმა მრავალი წელი გაატარა და ფრაგმენტირებული პოლიტიკური სცენისგან განსხვავებით, აპლოდისმენტებს არავინ იშურებდა. მათ შორის არც ოფიციალური კრემლი.